ახლა კი მნიშვნელოვანი კულტურული სიახლის შესახებ რეჟისორ ზაზა ურუშაძის მანდარინები ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში მოხვდა. პირველი ესტონურ-ქართული კინოკოპროდუქცია ნომის პერიოდის დრამაზე გვიამბობს. ფილმი 28 საერთაშორისო ფესტივალზე იყო აქამდე წარდგენილი. ნამუშევარი 22 ჯილდოსა და მთავარი პრიზის მფლობელია. ზაზა ურუშაძის მანდარინები ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების სექციაში მოსახვედრადაც იბრძვის. Best foreign language film, Tangerine Mandarin. მანდარინები ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში ამერიკელმა მსახიობმა და პროდიუსერმა, ოქროს გლობუსის მფლობელმა და კინოდაჯილდოვებაზე 5 გზის ნომინირებულმა ჯერემი პივენმა დაასახელა. 2014 წლის 11 დეკემბერს ქართული კინემატოგრაფიის კალენდარში მნიშვნელოვანი თარიღი ჩაიწერა. დღე, როდესაც ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ ოქროს გლობუსის ნომინანტად 83 კინოსურათიდან ძირითად ხუთეულში ქართული ფილმი დაასახელა. ზაზა ურუშაძის მხატვრული ნამუშევარი პოლონეთის, შვედეთის, ისრაელისა და რუსეთის საუკეთესო ფილმებს ამერიკული კინოპრემიისთვის ესტონეთის სახელით შეებრძოლება. რეჟისორი, რომელიც ნომინაციების დასახელებას თვალს პირდაპირ ეთერით ადევნებდა, ხელვარებისგან ასეთ გამარჯვებას ჯერ კიდევ ვერ აღიქვამს. მე ხუთად გამოგვაცხადა და თან 4 რო გამოაცხადა, პაუზა გააკეთა და ხა ვიფიქრე რა კიდე ერთი დარჩა და როგორ ვიქნებით მეთქი და ესე აღმოჩნდა რომ გამოგვაცხადა და ძალიან გახარებულები ვარ ჩემ ჯგუფს ულოცავ და ყველას ულოცავ საერთოდ ქართული კინოს გულში მათკი ვარ. კალიფორნიაში ბევერლი ჰილზზე მდებარე სასტუმრო ბევერლი ჰილტონის წინ წითელი ხალიჩა კინემატოგრაფებისა და მსახიობებისთვის ტრადიციულად ყოველი წლის იანვარში იშლება. ამ დღეს კინოსამყაროს კაშკაშა ვარსკვლავები უამრავი რეპორტიორისა და კამერის ობიექტივის წინ ცნობილი დიზაინერების სამოსითა თუ ჰოლივუდური ღიმილით თავს იწონებენ. ოქროს გლობუსის წითელი ხალიჩა ქართული კინემატოგრაფიისთვის წელს პირველად გაიშალა. 11 იანვარს ამერიკული კინოპრემიის დაჯილდოვებაზე უცხოელ კინემატოგრაფებს შორის წითელი ხალიჩიდან მსოფლიოს ქართველებიც გაუღიმებენ. ზაზა ურუშაძე ოქროს გლობუსზე პროდიუსერთან და სავარაუდოდ მსახიობებთან ერთად გაემგზავრება. გიორგი ნაკაშიძე მანდარინების წარმატების შესახებ უცნაურ ვითარებაში შეიტყო. მსახიობი ამბობს, რომ კინოსურათის ასეთ წარმატებას ახლა ანალიზებს. რაც უცნაურ მდგომარეობაში ვიყავი, ბებიას სახში ვაკეთებთ რემონტს და ორ ხელოსანთან ერთად ვიჯექი და ამიტომ და სიცილიაში ემატყობინეს და ისინი ვერ მიხვდნენ და ვერ მიხვდნენ, მე აუხსენე რაშიც არის საქმე, მაინც ვერ მიხვდნენ და რაღაც ესეთი აბსურდული სიტუაცია იყო. მივხვდი რომ აი კიდევ ერთხელ იმან გაამართლა როგორც მიუდექი ჩვენამ საქმეს. ალბათ ძალიან საინტერესო იქნება იქ ყოფნა და ნერვიულობაც იქნება რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შედეგს როდესაც ელოდები, გინდა არ გინდა როგორც პრემიერის წინ ღელაო. ზაზა ურუშაძის მანდარინების მსოფლიო პრემიერა ვარშავაში შედგა. 1 წლის განმავლობაში ფილმი 28 საერთაშორისო კინოფესტივალზე წარდგა, საიდანაც კინოსურათმა 22 ჯილდო, მათ შორის მთავარი პრიზები მოიპოვა. ფილმის სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე ვითარდება და აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელებზე გვიამბობს. ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ იქ მცხოვრები მოქალაქეები საქართველოდან გაიყვანა, თუმცა რამდენიმე საკუთარი სურვილით აფხაზეთში დარჩენა გადაწყვიტა. კინოსურათი ერთ-ერთი ესტონელის სახლში მოხვედრილი, დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი ჯარისკაცების ურთიერთობას ასახავს. ფილმში მთავარ როლებს გიორგი ნაკაშიძე და მიშა მესხი ასრულებენ. უამრავი საერთაშორისო პრიზის შემდეგ ოქროს გლობუსის ნომინანტთა შორის მოხვედრა, როგორც წესი, ოსკარზე წარდგენას ნიშნავს. Что, враги? Его зовут Ахмед. Он Ника. ეხლა ძალიან გაუმაზღარი უნდა იყო და უმადური ადამიანი რომ ოქროს გლობუსის ნომინაციაში რო ხარ მოხვედრე და კიდე იფიქრო ახლა ოსკარზე ხომ მოხდებიო, მაგრამ რაღაცა რომ სუსტი ადამიანი შეიძლება ფიქრის მაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ალბათ მეტი შანსი გვაქვს ეხლა ოსკარზე მოხვედრეს, იმიტომ რომ მაინც ნომინირებული ვართ გლობუსზე. თუმცა ამას მნიშვნელობა ეხლა ჩემთვის ნამდვილად არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ მივიღეთ გლობუსის ნომინაცია და აი ნამდვილად არ ფიქრობ არაფერზე. მანდარინები ქართულ-ესტონური კოპროდუქცია. ფილმი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის სუბსიდიითა და ესტონური მხარის დიდი დაფინანსებით არის გადაღებული. სწორედ ამიტომ ოქროს გლობუსსა და ოსკარზე კინოსურათს ესტონეთი წარადგენს. სულდაგული თულცავ ზაზას ამ წარმატებას. ცხადია რომ საქართველოს რომ ყოფილიყო წარმოადგენი კიდევ უფრო გაგვიხარდებოდა, თუმცა საქართველოს წარადგინა თავის ფილმი სიმინდის კუნძული. ძალიან სასიხარულოა, დიდი გამარჯვება, იმიტომ რომ არც ერთ ქართულ ფილმს არ ქონია ესეთი შესაძლებლობა, რომ ოქროს გლობუსის 5 ნომინანტში გავიდეს. ეს თავისთავად უკვე არის ძალიან დიდი გამარჯვება ქართული კინოსთვის.
15 იანვარს კინოაკადემიის უმაღლესი პრემიის ოსკარის ნომინანტი ფილმები გახდება ცნობილი. ზაზა ურუშაძის მანდარინები ამ მეორე უდიდეს მოვლენამდე 4 დღით ადრე მსოფლიოს წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ტიტულს ოქროს გლობუსის ცერემონიალზე ბევერლი ჰილზში დაელოდება. Să te trag asta mix